93 წლის 22 სექტემბერი. რეისი თბილისის სოხუმი ბაბუშერას აეროდრომზე დაშვებისას ააფეთქეს. ამბავი ელვისის სწრაფით მოედო საქართველოს. თვითმფრინავიდან მაშინ მსხდომი ხალხი დაიწვა. თუმცა 15 ადამიანისთვის იმ დღიდან დროის ათვლა თავიდან დაიწყო. უკვე 23 წლის ვართ ხუმრობით ამბობენ გადარჩენილები და მათ მეხსიერებაში ამ დროის განმავლობაში ყველა დეტალი წამის სიზუსტით ცოცხლობს. დღეს 23 წლის, იმიტომ რომ იმ დღეს დავიბადეთ ყველანი ეს 16 ადამიანი, რომლებიც გადავრჩით და ერთი დაბადების დღე გვაქვს. წაგვაგვოთ ეჭვში ხელმოხელმა და ამოგვათრია ის, ვინც ამოვედით. როგორც კი შედიხარ პირველ წინა სალონში, მარჯვენა მხარეს ეგრევე ვიჯექით ორი რიგი გვეკავა ჩვენ სამეგობროს. იმ დღეს, როდესაც ისინი გაფრინდნენ, სოხუმს ბევრი ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკი მაღალი იყო, არც ერთ მათგანს არ უფიქრია ღირდა თუ არა იქ დაბრუნება. სამოქალაქო ბორტი ტუ 154 მფრინავ რაზმაზის ეკიპაჟთან ერთად თბილისიდან სავსე გაფრინდა. სხვიდან გვესრულეს, ჩამოვარდით, ვერ პასატკა ვეღარ გავაკეთებთ და დაიწვა ცოცხლად შიგა. საშინელება იყო, ეს ამდენი კაცი ყველა ერთად ჩამწვარი და დანახშირებული იყო. გუში გავხდი 23 წელს. მეორე დაბადება. დღევანდელ დღეს რომ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რომ მოხდეს იგივე, ალბათ იგივეს ალბათ კი არა გავიმეორებდი. 23 სექტემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა სწორედ ამ თვითმფრინავიდან გადარჩენილებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სამწუხაროდ დღევანდელი თაობა სათანადოდ არ იცნობს თავის გმირებს, თუმცა მათ თავდადებას ხანდაზმულობის ვადები არ გააჩნია და ისტორია აუცილებლად ჩაწერს მათ სახელებს სამშობლოსათვის თავდადებულთა რიცხვში.